მარჯობა, მოდით, კითხვებზე ვისაუბროთ, ჯერ პანერი დაჭერით და შემდეგ დავუმატეთ მაიდა, ჩილი, მარილი და წყალი, შემდეგ აურიეთ და შემდეგ წაუსვით პურის ნამცეცები, შემდეგ შეცვით ღრმად და მიირთვით და ისიამოვნეთ. ღრმად შემწვარი პანერ ლეისი. პანერი დაჭერით და შემდეგ დავუმატეთ მაიდა, ჩილი, მარილი და წყალი, შემდეგ აურიეთ და შემდეგ წაუსვით პურის ნამცეცები, შემდეგ შეცვით ღრმად და მიირთვით და ისიამოვნეთ. პანერი დაჭერით და შემდეგ დავუმატეთ მაიდა, ჩილი, მარილი და წყალი, შემდეგ აურიეთ და შემდეგ წაუსვით პურის ნამცეცები, შემდეგ შეცვით ღრმად და მიირთვით და ისიამოვნეთ. შემდეგ შეცვით ღრმად და მიირთვით და ისიამოვნეთ. საინტერესო იყო კითხვები, ჯერ პანერი დაჭერით და შემდეგ დავუმატეთ მაიდა, ჩილი, მარილი და წყალი, შემდეგ აურიეთ და შემდეგ წაუსვით პურის ნამცეცები, შემდეგ შეცვით ღრმად და მიირთვით და ისიამოვნეთ. პურის პიცა. ჯერ პური დაჭერით, შემდეგ სოუსი და ყველი დავუმატეთ, შემდეგ ციცაკა დავუმატეთ, შემდეგ ფენა დავუმატეთ და შემდეგ სოუსი და მაიონეზი დავუმატეთ, შემდეგ ყველი დავუმატეთ, ცეთისხილი დაჭერით, შემდეგ სიმინდი, ციცაკა, პომიდორი და ხახვი დაჭერით და შემდეგ გამოაცხვეთ, შემდეგ მიირთვით და ისიამოვნეთ. ჯერ პური დაჭერით, შემდეგ სოუსი და ყველი დავუმატეთ, შემდეგ ციცაკა დავუმატეთ, შემდეგ ფენა დავუმატეთ და შემდეგ სოუსი და მაიონეზი დავუმატეთ. ჯერ პური დაჭერით, შემდეგ სოუსი და ყველი დავუმატეთ, შემდეგ ციცაკა დავუმატეთ, შემდეგ ფენა დავუმატეთ და შემდეგ სოუსი და მაიონეზი დავუმატეთ. შემდეგ შეცვით ღრმად და მიირთვით და ისიამოვნეთ. საინტერესო იყო კითხვები, ჯერ პური დაჭერით, შემდეგ სოუსი და ყველი დავუმატეთ, შემდეგ ციცაკა დავუმატეთ, შემდეგ ფენა დავუმატეთ და შემდეგ სოუსი და მაიონეზი დავუმატეთ, შემდეგ ყველი დავუმატეთ, ცეთისხილი დაჭერით, შემდეგ სიმინდი, ციცაკა, პომიდორი და ხახვი დაჭერით და შემდეგ გამოაცხვეთ, შემდეგ მიირთვით და ისიამოვნეთ. აფების პიცა. ჯერ პომიდორი, ციცაკა და ხახვი დაჭერით, შემდეგ დაამატეთ მაიდა, ციცაკა, მარილი, წვენი, ფოთლები და ხაჭი, შემდეგ დავუმატეთ პანერს, წყალს, შაქარს და ფქვილს, შემდეგ აურიეთ, შემდეგ დავუმატეთ ფქვილი და წყალი და შემდეგ ჩამოაყალიბეთ წონა. შემდეგ დავუმატეთ ჩანგალი, შემდეგ დავუმატეთ სოუსი, ყველი, ბოსტნეული და პანერი, შემდეგ გამოაცხვეთ, შემდეგ მიირთვით და ისიამოვნეთ.
პომიდორი, ციცაკა და ხახვი დაჭერით, შემდეგ დაამატეთ მაიდა, ციცაკა, მარილი, წვენი, ფოთლები და ხაჭო. შემდეგ დაუმატეთ პანერს, წყალს, შაქარს და ფქვილს, შემდეგ აურიეთ, შემდეგ დაუმატეთ ფქვილი და წყალი და შემდეგ ჩამოაყალიბეთ ცომი. შემდეგ დაუმატეთ ჩანგალი, შემდეგ დაუმატეთ სოუსი, ყველი, ბოსტნეული და პანერი, შემდეგ გამოაცხვეთ, შემდეგ მიირთვით და ისიამოვნეთ. პომიდორი, ციცაკა და ხახვი დაჭერით, შემდეგ დაამატეთ მაიდა, ციცაკა, მარილი, წვენი, ფოთლები და ხაჭო, შემდეგ დაუმატეთ პანერს, წყალს, შაქარს და ფქვილს, შემდეგ აურიეთ, შემდეგ დაუმატეთ ფქვილი და წყალი და შემდეგ ჩამოაყალიბეთ ცომი. შემდეგ დაუმატეთ ჩანგალი, შემდეგ დაუმატეთ სოუსი, ყველი, ბოსტნეული და პანერი, შემდეგ გამოაცხვეთ, შემდეგ მიირთვით და ისიამოვნეთ. პომიდორი, ციცაკა და ხახვი დაჭერით, შემდეგ დაამატეთ მაიდა, ციცაკა, მარილი, წვენი, ფოთლები და ხაჭო. შემდეგ დაუმატეთ პანერს, წყალს, შაქარს და ფქვილს, შემდეგ აურიეთ, შემდეგ დაუმატეთ ფქვილი და წყალი და შემდეგ ჩამოაყალიბეთ ცომი. შემდეგ დაუმატეთ ჩანგალი, შემდეგ დაუმატეთ სოუსი, ყველი, ბოსტნეული და პანერი, შემდეგ გამოაცხვეთ, შემდეგ მიირთვით და ისიამოვნეთ. შემდეგ დაუმატეთ ჩანგალი, შემდეგ დაუმატეთ სოუსი, ყველი, ბოსტნეული და პანერი, შემდეგ გამოაცხვეთ, შემდეგ მიირთვით და ისიამოვნეთ. რაქიანი ქათმის პიცა. ქათამი დაჭერით, შემდეგ დაუმატეთ კოტეჯი, შემდეგ დაუმატეთ ჩილი, მაიდა, მარილი და ნიორი და შემდეგ დაჭერით ბოსტნეული. შემდეგ დაუმატეთ კარაქი ქათამს, შემდეგ დაჭერით და დააბლენდერეთ, შემდეგ დაუმატეთ ფოთლები და რძე და შემდეგ დაუმატეთ სოუსი. შემდეგ დაუმატეთ ყველი, ქათამი და ბოსტნეული, შემდეგ ისევ ყველი, შემდეგ გამოაცხვეთ და მიირთვით. ქათამი დაჭერით, შემდეგ დაუმატეთ კოტეჯი, შემდეგ დაუმატეთ ჩილი, მაიდა, მარილი და ნიორი და შემდეგ დაჭერით ბოსტნეული. შემდეგ დაუმატეთ კარაქი ქათამს, შემდეგ დაჭერით და დააბლენდერეთ ხახვი, შემდეგ დაუმატეთ ფოთლები და რძე და შემდეგ დაუმატეთ სოუსი. შემდეგ დაუმატეთ ყველი, ქათამი და ბოსტნეული, შემდეგ ისევ ყველი, შემდეგ გამოაცხვეს და მიირთვით. ქათამი დაჭერით, შემდეგ დაუმატეთ კოტეჯი, შემდეგ დაუმატეთ ჩილი, მაიდა, მარილი და ნიორი და შემდეგ დაჭერით ბოსტნეული. შემდეგ დაუმატეთ კარაქი ქათამს, შემდეგ დაჭერით და დააბლენდერეთ ხახვი, შემდეგ დაუმატეთ ფოთლები და რძე და შემდეგ დაუმატეთ სოუსი. შემდეგ დაუმატეთ ყველი, ქათამი და ბოსტნეული, შემდეგ ისევ ყველი, შემდეგ გამოაცხვეს და მიირთვით. ქათამი დაჭერით, შემდეგ დაუმატეთ კოტეჯი, შემდეგ დაუმატეთ ჩილი, მაიდა, მარილი და ნიორი და შემდეგ დაჭერით ბოსტნეული.
შემდეგ დავუმატეთ კარაქი ქათამს, შემდეგ დაჭერით და დააბლენდერეთ ხახვი, შემდეგ დავუმატეთ ფოთლები და რძე და შემდეგ დავუმატეთ соуსი. შემდეგ დავუმატეთ ყველი, ქათამი და ბოსტნეული, შემდეგ ისევ ყველი, შემდეგ გამოაცხეს და მიირთვით. საინტერესო იყო კითხვები, ჯერ ქათამი დაჭერით, შემდეგ დავუმატეთ კოტეჯი, შემდეგ დავუმატეთ ჩილი, მაიდა, მარილი და ნიორი და შემდეგ დაჭერით ბოსტნეული. შემდეგ დავუმატეთ კარაქი ქათამს, შემდეგ დაჭერით და დააბლენდერეთ ხახვი, შემდეგ დავუმატეთ ფოთლები და რძე და შემდეგ დავუმატეთ соуსი. შემდეგ დავუმატეთ ყველი, ქათამი და ბოსტნეული, შემდეგ ისევ ყველი, შემდეგ გამოაცხეს და მიირთვით.